გამარჯობა, ეს არის ბაჩუს არხი, მე ვარ ლადო კიკვიძე, გიორგი ჩირგაძე და გადაცემას ქვია არის კაროლადო. ჯერ არ დავარქვა სახელი გადაცემას და კომენტარებში ხალხმა არჩიოს, ხალხმა გადაწყვიტოს. ნამდვილი ხალხმა კი არ გადაწყვიტოს, ხალხმა დაგვიწეროს და ჩვენ გადავწყვიტოთ მე ყველაზე საუკეთესო. კარგი ვარიანტია, დაწერეთ კომენტარებში რა სახელი შეეფერება ამ გადაცემას, ამისათვის საჭიროა ბოლომდე უყუროთ და მიხვდეთ. ხო, კიდე შიდა სამზარეულოს გავაცნოთ ხალხს მეტი ფანტაზია რომ უფრო გაიშალოს. გადაცემა იწერება სოფელ ფარცხანყანებში, ტყეში, სუფთა ჰაერზე, დღის ბოლოს, ანუ საღამო ხანს და იქნება რამეში გამოგადგეთ რა. რუის 15 წუთია. რუის 15 წუთია ზუსტად. ეხ. გიო, აი აკაურობის შესახებ რომ მოუყვეთ ხალხს, რომ აკაურობის შესახებ აუცილებლად უნდა მოუყვეთ კინახეს გადაცემა, ვინც ნახა, მაგრამ მაშინ ესე დეტალურად არ ვისაუბრია აკაურობაზე, მეგობრებო, მართლა ტყეში ვართ. ეს დეკორაცია არ გეგონოთ, მართლა ტყეა, ნამდვილი აი ხეები შრიალებენ. ძალიან კაი ჯიშის ხეებია, აკაციები, რა ვიცი. აკაცია, გიორგია აკაცია. სხვადასხვა ბევრი გადაცემის წამყვანებისთვის და შემდეგ ადამიანებისთვის საოცნებო ადგილია სიგრილეში არანაირი კონდიციონერი და ურჩევ ყველას რომ ზედმეტი ხარჯები მოიშოროს განათებები და კონდიციონერი და კედლები მოანგრიონ და დარჩნენ ღიაცის. მხოლოდ კამერის ხარჯი, всё. მეტი არაფერი. ლეპტოპი კარგად დატენეთ მეგობრებო და ეგ არის. თან ისიც აღნიშნოთ რომ კამერის უკან არავინ არ დგას. კამერის უკან არავინ არ დგას. ეხა ფოკუსი რო აირიოს მეგობრებო. იქნება ესე არეული, იმიტომ რომ ეხა ამ ხელა გადაცემას თავიდან რა გადაგიგებს და იქნება ესე რა, მაგრამ კამერის იმედზე ვართ რა. ამ ბევრი შრომა ჩავდეთ ახლა. აქ ხო მაგაზე არ ვილაპარაკობ. შრომა ჩადებულია უბრალოდ გაჭირვება რომ გამოვიარეთ და რაღაცეებზე ლაპარაკი ხალხს ჩემი აზრით არ აინტერესებს. ხო, აქ შავი კადრები გვაქვს, მაგრამ არ გაჩვენებთ აქ რა იყო მეგობრებო. სულ ეკალბარდი და ლადო და კიდე კარგმა ხალხმა და ისე რომარეობაში აი ეს პადონებით ეგრეთ წოდებული პადონები პალეტებით სხვათა შორის უნდა აღნიშნო გიო რომ ინსპირაცია იყო ქეთი დევდარიანი რა. რატომაც არა. თესი არ არის სერიალი. მან არის ესეთი რაღაც რომ სპექტაკლისთვის ემზადებოდნენ. ხო, სპექტაკლისთვის ემზადებოდნენ, უშლიდა თვითონ ის რა მერია და ხალხის რა, ხალხის რაღაც ნაწილი. და ტყეში გავიდნენ და ტყეში გააკეთეს სცენა და მადლობა ქეთი დევდარიანს ამ ინსპირაციისთვის და თესია რო არ გააგზელეთ ძალიან ცუდი. მე უფრო ჩემი ცოლის დაქალებზე მწყდება გული. რომ ბავშვობიდან უყურებდი. რომ დაიწყო ბავშვი ვიყავ. სერიალზე ამბობ, ხო? მეთქი ეკოს დაქალებზე. აი არა, სერიალი ჩემი ცოლის დაქალები მართლა ბავშვობიდან უყურებდი. კაი, გადმოვერთოთ ახლა აქეთი უსახელო გადაცემაზე. მე ძალიან მართლა მომეწონა პირველ გადაცემაშიც აღნიშნე, უკვე სახელიან გადაცემაში აღნიშნე, რომ მართლა ძალიან დიდი შრომა იყო ჩადებული და რაც გაკეთა, კაი გაკეთა. დამსწრე საზოგადოებასაც მოეწონა მაშინ ის დაგვესწრო. იქ რო იჯდნენ. ხო, ყველამ აღნიშნა, ნუ პირველი გადაცემის კვალობაზე კარგი შედგა. შედგა, იმიტომ რომ მართლა ერთი კამერა იყო ოპერატორის გარეშე, მეორე კამერაზე დაგვეხმარა ჩვენი მეგობარი და ესე ხელშაკიდებულებმა გავაკეთეთ. თან ძალიან სწრაფად გაკეთდა, ესეც აღნიშნოთ, რომ უცებ დაიგეგმა, მე რაღაც ცუდი ამინდები იყო და როგორც კი გამოვანათამზე მეგრე გადავიხცე. მეწუნე ძალიან რთული ეს ყველაფერი. გიო, ის ამბავიც არის, რომ კი ქეთი დევდარიანის ინსპირაცია რაღაც სცენის ამბავი, მაგრამ მაინც რაღაც ამბავში ემსახურება რაღაც მანსანკანიდან მოდის მაინც ეს სცენის სიყვარული ჩვენი. კი. იუმორის არჩევნების გაკეთება. ხო, ნუ სად გაკეთდა სცენა, ეს იყო ინსპირაცია, მაგრამ თვითონ ამ ყველაფრის სიყვარული კი. აი მანსანკანი რო გვიყვარს, ძალიან გვინდა რომ ოდნავ ფორმაც ცვლილება აქვს, ფორმა შეცვლილი აქვს იუმორის არჩევნებს. ხო, უფრო დემოკრატიული თამაშია, ანუ ჟიური ამოვაგდეთ. ხო, შეიძლება YouTube-ზე ის ფორმატი არ ყოფილიყო რენტაბელური. ლადო ეს ახალი სიტყვა ვისწავლე დღეს დილით. რენტაბელური შეიძლება. ამას ახლა თელი გადაცემა ვატრია რა. რენტაბელური შეიძლება არ ყოფილიყო YouTube-ისთვის ის კონკრეტული მიმდინარეობა, რომელიც იწერება დარბაზებში და ასე შემდეგ. ეს რატომღაც უფრო ისეთია. მე პირადად ძალიან მომწონს ეს ფორმატი. თან აიპონტია, დემოკრატიულია, ხალხი ირჩევს რა. კი, ხალხმა გადაწყვიტოს, მაყურებელი რო წვეთს, ესა იმიტომ რომ მაყურებლისთვის აკეთებ ამ ყველაფერს. ხო იყო მანსანკანზე რომ გავარდებოდა გუნდი. იყო მანსანკანზე იყო, ვერ ვიტყვი ხა ცუდი ჟიური, იყო კარგი ჟიურები, მაგრამ ხანდახან იყო ისეთი სეზონების, რომ ისეთი ჟიური იჯდა მაგალითად, რომ ჩემი აზრით იუმორის ვერც იგებდა და ას თვითონ არ ქონდა და ეს ორივე
უარყოფითი მხარე რო აქვს ძალიან შეიძლება არ კონდეს იუმორი, მაგრამ მაგრად ესმოდეს იუმორი ადამიანს. შენი ნათქვამი და ყოფილა ეხა არ დავასახელებ, რამოდენიმე ყოფილა ესეთი ჟიური და ესეთი ჟიური გიფუჭებს საქმეს მე. საშინელება. ისე მანსანკანი ძალიან დაგვეხმარა ალბათ ჩვენ ბევრ რამეში. და მე არ მიყვარს ვიღაცები არა მანსანკანელები რომ და ზოგიერთი მანსანკანელიც ისე მოიხსენიებს რაღაცა მანსანკანი. ჩემს კრინჯი იყოს. ხო, საკმაოდ რთული თამაში იყო, იმიტომ რომ ადექი და ზოგადად ხუმრობის მოფიქრება ძალიან რთულია. არ არის მარტივი ხუმრობა რომ უნდა მოიფიქრო კონკრეტულ თემაზე. შეიძლება წამოგთდეს რაღაცა ისე ხუმრობა, მაგრამ ესე რომ ამ დღეს რომ გადაღება გაქვს და ამ დღეს უნდა გქონდეს რაღაცა კონკრეტული ხუმრობები და წერო ძალიან რთულია მართლა. მე ეს რომ დადგა, აწყო, დრამატურგია, ასე შემდეგ რეპეტიციო, რა, ბევრ შრომას გავდიოდით და ამაში ხა ხელფასი არ ქონია ჩვენ მანსანკანის დროს და ამას ვაკეთებდით ენთუზიაზმით, იმიტომ რომ თავი შეგვაყვარა ამ ყველაფერს. მე შეგვიყვარდა ერთმანეთი გუნდებს შორის ძალიან დიდი სითბო და სიყვარული იყო მართლა და ამიტომ ღირდა მაგ თამაშის თამაში. შენ როგორ ფიქრობ, მითია თუ რეალობა, რომ იმერული გუნდები მატარებელში წერდნენ ხუმრობას? არ არის მითი, ეხა თელ სცენარს მატარებელში წერდნენ ხო, არ ვიცი, შეიძლება ვიღაცას დაუწერია, მაგრამ ზოგადად მაინც დიდი პასუხისმგებლობით არ ვეკიდებოდით რას იცი? ზუსტად მიქონდა იმდენი ხუმრობა, რამდენიც რეგლამენტი იყო თქვა 5 წუთიანი და იმაზე აღარ ვფიქრობდით, რომ გვეგონა რომ არ ამოგვიღებდნენ ხუმრობებს, ისეთი კარგი ხუმრობები იყო, რომ არავინ არ ამოგვიღებს რედაქტორები და უეჭველი გვაქვს ხუმრობა და ეს თავდაჯერებული მივდიოდი, თორე უპასუხისმგებლო და ფეხეზე ვკიდია და არ დავწერ, ესე არის. ეგრე არის. უბრალოდ წერდით იმდეს და მე ავტომატურად იქ გვიღებდნენ ხუმრობებს, შეიძლება რაღაცა არ იყო შესაბამისი რაღაცისთვის და იყო რედაქტირება საჭირო. რომელი ხუმრობა ამოვიღეთ, ისეთი რომ ანუ კურიოზი იყო, თვითონ ამოღების ამბავი იყო კურიოზი რა. მე მაგ ერთი რაღაცა და ვაუყევი. მოდი ეგ მოყევი შენ. არ დავასახელებ. მე მგონი მახსოვს. ერთ-ერთი რედაქტორი ჩვენი მეგობარი, სახელს არ დავასახელებ. რაღაც ხუმრობა გქონდა 2015 წელი იყო თუ რაღაც. ქუთაისელი გამომძიებელი იყო და ხუმრობა თავიდან ბოლომდე არ მახსოვს და ნუ აზრიც არ აქვს ახლა რა ვთქვა. ბატონო გამომძიებელო, წაღებული არის დოლი, კლარნეტი და აკარდიონიო რა. ხო, რაღაც კაი სცენარი ქონდა, რომ ჩავედით, არაფერი არ ამოიყო და ფიქრობს რა, ეს ტიპი ფიქრობს, რომ რახან რედაქტორი იყო. ფიქრობდა, რომ უეჭვე რაღაც ამოეღვან, შეეცვალა რა, ანუ კაი კი ამარა, უნდა შეცვალა. და ის დოლი, აკარდიონი და კლარნეტია წაღებული ბატონო გამომძიებელო. პაროდიით არ გავაკეთებ, თორემ მიხსენ. არა და პაროდია მოუხდებოდა რა არავის. აკარდიონით რო დავიწყოთო? დოლით კი არა, აკარდიონით დავიწყოთო და. შენ უთხარი არა? მე პატივი ვეცი რომ მეთქი რატო არა, მაგრამ კითხვაც გამიჩნდა მეთქი რატო? რატო არა, მაგრამ რატო მეთქი? კლარნეტია უფრო კარგად ჟღერს, კლარნეტი, ანუ ყვირისო თვითონ სიტყვაო. ანუ აქ უკვე გრამატიკას მიექცა ყურადღება. არ ვიცი რას მიექცა ყურადღება. ჩემი აზრით გრამატიკას მიექცა ყურადღება, რომ კლარნეტზე გაკეთდა. სხვათა შორის მეც ვფიქრობ, რომ ისეთი. იგივე სავარაუდოდ ჩვენ ერთი და იგივე რედაქტორმა ამოგვიღო ხუმრობა, რომელიც ასევე ჩვენი დროის მასაკანელი იყო და კარგი ბიჭია. უბრალოდ რაღაცა მე მიყვარს თეთრი ხუმრობა ზოგადად, ჩემი საყვარელი მიმდინარეობა და შეიძლება აი ხუმრობაც რო ესმის ადამიანს შეიძლება იმას ვეხუმრო და ვერ გაიგოს, ვერ გაუგია, ბევრჯერ ესე ყოფილა შემთხვევები. და ესეთი იყო რომ მე არ მეგონა რომ დაიჯერებდა. ანუ ეს პროგრამა არ მქონია პროგრამაში ეს ჩასმული. ეს ხუმრობა უბრალოდ ისე უთხარი, მაინტერესებდა მისი რეაქცია. იმას ეგონა რომ მე მქონდა პროგრამაში და მეთქი გამოვალ, ანუ თეთრი რაშის ფონზე გამოვალ თქო? სიმღერის ფონზე, მერაბ სეფაშვილის სიმღერის თეთრი რაშის ფონზე გამოვალ, თეთრი ცხენით თქო. ხო და უბრალოდ ესე თეთრი ცხენით გამოვალ და ხმარს ვიშიშვლებ და გოგონებო, ვინც მელოდით მოვედით ხო და ესე მითხრა, რას გაძლევს ეს ხუმრობაო და ამოვიღეთ. და მე ვუთხარი რატო ეხა ეფექტი იქნება თეთრი ცხენი, სცენაზე რომ თეთრი ცხენი შემოდის, სამედიცინოში იყო მე მგონი მაშინ. ბათუმში იყავი, მაშინ მე მგონი თამაშობდი, რა ძეძგვას რო იძახოდი ეგ პერიოდი. ეგეთი თეთრი ხუმრობები მიყვარს. ბიჭი, გახსოვს იმაში ბათუმში რო ცხენი შემოიყვანა, რომ ერიღაც გუნდვა და სცენაზე რომ მოისაქმო. კი, ეგ დიდი ძალიან დიდი ტაში მოყვა. ეგ იყო
ეგ იყო დიდი სცენა იყო სხვათა შორის და სხვათა შორის სამედიცინო უნივერსიტეტში. ის მოსაქმებული ძალიან დიდი იყო. აი თესეუობდა იმ პერიოდის გუნდი ძალიან ალექსას ვანიასო. და ბესარიონ ჭეიშვილი რომელიც აქედან ძალიან ახლოს ხოლოს და მაშინ მე მგონი იყო თუ სწორად მახსოვს ესეთი ხუმრობა იყო კახელი ტერმინატორი იყო თუ არ ვცდები და ვირი უნდა გამოეყვანათ სცენაზე და მახსოვს დაახლოებით 20 კაცი ხელით ავიყვანეთ ვეხმარებოდით 20 კაცი ხელით ავიყვანეთ ეს ვირი გაჯიუტდა ხასიათი გამოვავლინა ასისულელი ხა მეტლახზე რო შევიდა იქ ავიყვანეთ ბოლო სართულზე მეოთხე სართულზე იყო ხო მე მგონი და მეოთხე სართულზე ავიყვანეთ ძლივს ავიყვანეთ თქვენ გქონდათ ხო? არა, თესეუს გქონდა. თესეუს გქონდა, ხო. და ვეხმარეთ ახლა მეგობრობდით და კულისებშიც გაწყნარად იყო და იმ მომენტი რომ მოვიდა რომ უნდა გაეყვანა სცენაზე, რაღაცა მუსიკის ტერმინატორის მუსიკის ფონზე გადიოდა და ამ მუსიკის დროს რაღაცა სპეციალური განათებები ჩაირთო რაღაცა ხალხის ტაში და ამან დაიფეთა და არ გავიდა. არ გავიდა? არა და ჩამოყვანილი ყავდა რაღაცა იქედან თელეთიდან თუ რაღაციდან და თელი დღე ცოდო იქით დიდა და აღარ გავიდა. სავარაუდოდ არის და პოპულარობას თავი რა. თვითონ ვირმა. ან შეიძლება კახეთის გუნდში რო ყოფილიყო, მარხაზ მერქუაშვილის გუნდში გამოვიდა. შეიძლება გამოსულიყო. ანუ ხო, აქაო მაინც იმერილმა რო ეჭიდავა, არ გავია. ბესოს უნდა გამოიყვანა სცენაზე, როგორც მახსოვს. და რა ვიცი, მოვიკითხოთ ის ხალხი და ვირიც თუ ცოცხალია, ეხლა. რამდენიმე წუთის წინ აი ესეთი იყო რა. რამდენიმე წუთის წინ. მანსანკანი ესეთი იყო. აი იმას გავიხსენოთ კიდე ჩვენი სასკოლო პერიოდის მანსანკანი, მაგრამ მანამდე რაღაც გეტყვიან ჩემი აზრით მანსანკანი რატო ვერ ვითარდება რა? ახლა კი არა, მე არ ვიფიქრო რომ რაღაც ახლანდელ მანსანკანზე რაც ქვია, მაგრამ ანუ განვითარება წვეთ და რაღაც არსებობას, იმიტომ რომ აი უკრაინაში და იმ დედამოწყულ ქვეყანაში იმიტომ არის განვითარებული ეგ სფერო რა კავიანი რომ თვითონ დიდი ტიპებიც თამაშობენ რა ბევრი წელი თამაშობენ და ჩვენ რომ სწავლობდით მანსანკანის თამაშს მე რაღაც ტელევიზიები გვიტაცებდნენ და რჩებოდნენ ისე პატარები მე ესენი სწავლობდნენ იმათი კიდე რა იყო იცი რაღაცა ესე ის დადიოდა რა რომ 28 წლისაა და რაღაც დროს ამის მანსანკანია იყო რა კი ან მოიგებდნენ და რაღაცნაირად ფეხბურთელები რო გადიან ხო იცი 35 წლის უკევსიო 36 წელი და უკევსიო უნდა დაასრულოს ისე იყო ამაში რატო იყო არ ვიცი ამას ისჭირდება თუ რა ამ სკიპის ეკიდა სკიპის არ აინტერესებდა ეგ ხო ანუ იყო ადამიანები რომლებიც დღემდე თამაშობენ დაბადებიდან თამაშობენ და ალბათ ბოლომდე იქნებიან სანამ უფალი მიცემს მაგის უფლებას ბიჭო 80 უფლებას ფრიწყალობით რა 81-ით 80 რომ მოგვიგე წყალტუბოს სასკოლო სხვათა შორის მეგობრებო მედალადო სასკოლო ჩემპიონატები ტარდებოდა ეხლა ტარდება როგორც ვიცი მაგრამ მაშინ ტარდებოდა კიდე მახსოვს წარსულში ტარდებოდა და იქიდან დავიწყეთ ეს ყველაფერი და იქ ერთ სცენაზე კი არა ერთმანეთს ვეთამაშებოდით, ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. ზოგადად მაშინ იყო აურაცხელი კონკურსები. თუ ვინმე სამე მოაგონდა ყველა კონკურსი. კაპიტნის კონკურსი. კი, კაპიტანი ვიყავი, მე მახსოვს და კაპიტნების კონკურსი მარტო თამაშობდა კაპიტანი. მე კიდე იყო მუსიკალური ნომერი ცალკე, ერთი სიმღერის კონკურსი ცალკე, საშინაო დავალება. საშინაო დავალება არ იყო ყველა წინასწარ ვიცოდი. წინასწარ გაგეუბნებოდნენ, იქნება ეს კონკურსი, მაგრამ იმას საშინაო დავალება ერქვა. იმიტომ რომ სახელები აღარ არსებობდა უკვე კონკურსების და 6 კონკურსი იყო რა. საკლასო წერა. ხო და ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვართმევდი თავს ახლა 91 ქულა. არა, ჟიურიც ბევრი იყო. ბევრი ჟიური იყო. და ორი ხელით წევდნენ. ორივე ხელით წევდნენ ქულებს, კი. ანუ აორმაგებდნენ. ერთხელ კიდე მეორე წელი იყვან მანამდე ერთნაირი ქულები დავსვით, სადღაც 72 იყო თუ რაღაცა. ერთი კითხვით უნდა გადაწყვეტილიყო და კითხვა დაისვა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯიაო და თქვენ იხიტრეთ და ერთი ნაბიჯი გადადგით და გაიმარჯვეთ. ეს პირადად მე გავეცი ეგ პასუხი მახსოვს. ერთი ნაბიჯი გადაგჭა. იმიტომ რომ მაგით ჩემპიონი გავხდი, პირველად გავხდი ჩემპიონი. იმიტომ რომ რაღაც 20 წელი არ ყოფილა წყალტუბოში ტარდებოდა მაშინ ეს ყველაფერი და 20 წელი არ ყოფილა მაშინ. წვეტა ქონდა თუ რაღაც ძალიან ბევრი წელი რა, ბევრი წელი. ხო და ამ წლების მერე პირველად ჩემპიონი გავხდით და ჩვენ გავხდით და მე გავეცი მაგ პასუხი და მახსოვს კარგად. ოტიას პაროდიას აკეთებდი კიდე დაჭერილი პრეზიდენტის პაროდია. კი, პაროდიები ეს სეზონები პაროდიებით გადავაგორე.
ხო და მე როცა ჩვენ ჟიურებში ვიყავით, ჟიურებში რა. ჟიურში ხან ძირითადად წამყვანობა მიწევდა და ჟიურს ვარიდებდი თავს და ძალიანაც მიხარია, იმიტომ რომ ყველას არ ეხება, მაგრამ მასწავლებლებმა იცოდა სკოლის ჩემპიონატი. შენ ვინ გონია ჩვენი სკოლა იცი რა დონეზე დგას. შეიძლება დონეზე დგას კაცო, მაგრამ უბრალოდ წააგო ეხლა, რა მოხდა, წააგო. იმან უფრო კარგად იხუმრა მეორე სკოლის მოსწავლემ და მოუგო ერთი ქულით, ან ნახევარი ქულით ყოფილა ეგეთი. ბიჭო, ის მაშინ რომელი სასწავლები ხდებოდა. სად ვიყავით არ ვიტყვი რა, მაგრამ თითქმის ყველა ქალაქში ესე ხდება. ზოგი იყო ჟიური, იმერეთში ვარ თქო, ზოგი არის ჟიურიში რა და გუნდს ვამზადებ რა, სოფლის გუნდია რაღაც, ნუ ახალი წლის პერიოდია და ეს ჩემი გუნდი გამოვიდა რაღაც სიმღერას, ისინი ეცვათ რა, თბილი ზედები ეცვათ და საახალწლო ქუდები ეხურათ რა თავს. და ეს გუნდი რომ გამოვიდა, დადგა და ზოგი ჟიურიში ზის და პლუსი ჩაწერა რა. და გვერდზე უჯდა ვიღაც საკრებულოდან ანუ ადგილობრივი ტიპი და გადახედა ზოგეს და ჩემი ძმა რაზე დაწერეო პლუსიო ქუდები ზოგი ქუდები მეწონა ხა ეგ იყო კიდე და იმან გადაწერა გორში ტარდებოდა თეატრალური ფესტივალი და ძაღლის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნომინაციაში და ძალიან ნერვიულოდ წარდგენილი რო ვიყავი, მაგრამ ნერვიულოდი ერთი ღმერთო უფალო დამეხმარე რომ ეს ნომინაცია ჩემი უნდა გახდეს. სხვათა შორის სხვაებიც თამაშობდნენ ძაღლის როლს თუ არა, უყურე სხვადასხვა ცხოველების როლები შეასრულეს და ჩემს გარდა ყველა იყო ცნობილი, ეხლა ყველასთვის კარგად ცნობილი კინო და ცნობილი ძაღლები. ხო, კინო და თეატრის მსახიობი. ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს იყო ეს სპექტაკლი და ძაღლები თამაში. და იქ ცნობილი მსახიობები იყვნენ და მოდი ჩოკა მეთქი ეხა მე გამორიცხულია და იმდენი ვიყეფე ის პატარა საყვარელი ჯილდო მოგეხსენებათ თეატრის მსახიობს კაი ჯილდოს არავინ არ აძლევს არც არასდროს არ მიუციათ მე მგონი რაც მე მახსოვს ესეთი ლამაზი პატარა შუშის ის არის მაგრამ კარგად მახსოვს რა რომ რაღაცა დილდო გადმოხსნა პატარა ჯილდო ხო და ძალიან კარგად მახსოვს ჩვენ თავიდან დაგვავიწყდა რომ არხი გამოიწერონ ვიდეო და ლაიქონ. ამის თქმაც არ არის, ლადო საჭირო. საჭირო არ არის? ამის ვსაუბრობთ არხი გამოსაწერია. არხია მეგობრებო გამოსაწერი, დასალაიქებელია, გასაზიარებელია ეს ვიდეო, დასაედიტებელია თითო მონაკვეთი, TikTok-ებზეა გადასაგდები, იქაც ლინკები ამის ეთითებელი და რა ვიცი, რა ესეთ მარტივი რაღაცი თუ დაგვეხმარებით, თორე რა ვიცი, ყველაფერი და მანსანკანზე ვილაპარაკეთ, გადავიდეთ ახლა შემდეგ ამბავზე, მაგრამ სანამ გადავალთ თავისუფლება ონისე ცხადაძეს მანსანკანელს ვეტერანი არის ონისე? არა, ვეტერანი მანსანკანელი. ონისე ახლა პატიმარია, ისე ვეტერანია. თავისუფლება ონოს და სხვა რეჟიმის წევრებს მომისმენ, ახლა ისე მიდის საქმე. თავიდან მართლა ისე ანუ საერთოდ რო არ ვიცნობდი ადამიანს გეწყინება რაც ხდება ახლა ქვეყანაში რომ მიდენიან. შეიძლება დააშავე და ვიღაცას ისეც დაუშავებია და უბრალოდ გვერდი გაულიათ, ხო გაგიკვირდება და თან გეწყინება. ეხა ისე მიდის სიტუაცია და წასულია უკვე კაცო მიდის კი არა, უკვე ფსკერზეა. იმდენი ხალხი დაიჭირეს. იმათმა უნდა გვისურვონ ჩვენ კეთილდღეობა, იმიტომ ჩვენ ძალიან ცოტა დავჭ. ნახე, მაყურებელი აღარ ყავს. არ ვიცი, ორი კაცი დავჭ. იქეთ უფრო ბევრიანია ციხეში ეხა. რეკლამის შემდეგ ისე დაგებრუნდით მეგობრებო. რა ოხერია ისე ეს რა მოხდა მაყურებელს ხო ჩვენ დაგვავიწყდა მეგობრებო რომ საქართველოში ვიყავით კერძოდ ფარცხანყანებში გვეგონა რომ ვიყავით ჩრდილოეთ პოლუსზე თუ რომელ პოლუსზე ღამდება ცოტა გვიან რომელიღაც პოლუსზე რომელიღაც შტატში გვეგონა რა ჩვენი თავი და გვეგონა რომ ჯერ არ უწევდა დაღამება თუმცა გვაბადებს მაყურებელი უფრო ლამაზი გარემო შეიქმნა ალბათ. მაგრამ სამადლობელი დაგვემატა. სამადლობელი დაგვემატა. გამომწერებს თუ ხვდით მადლობას ვინც ალაიქებს და აკომენტარებს, უკვე მადლობა გადასახდელი გვერდზე სოფლისთვის, იმიტომ რომ შუქი რო წავიდა ფარცხანყანებში, გავიქეცით გვერდზე სოფელში, დავტენეთ კამერა და გადავიკეთეთ. თი რამდენი პროცენტია? ჯერ პატარა საათია 1%-ია? ძალიან მაგარია, გამოვიყენოთ ეს გამოვიყენოთ 1%-იანი შანსი და გამოვიწეროთ არხი რა, სანამ გაითიშება ეს კამერა. მოდი ბოლომდე ვილაპარაკოთ და რომ გაითიშება ხო შეინახოს. კი. მოდი სანამ გაითიშება, მოკლედ მეგობრებო, თქვენ იწერეთ არ გაჩერდეთ და ჩვენ რასაც მოვასწრებთ აქ ვართ, ხო თამაშის დაწყებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ესეთი კარგი თამაშია. კი, ეს დროუნდა რა. ცოტა ესეთია.
AI ჩაერთო საქმეში. არა, არა. AI ის უბრალოდ ის თარგმნა რა, რაღაც უწერ და ის ნუ AI სადღაც პატარა დამწყები AI არის. AI თუ AI. კი ბატონო, მეგობრებო, მოკლედ თამაშებს შემოგთავაზებთ შემდეგ გადაცემაში, უკვე დატენილი კამერით ვიქნებით. შეიძლება მეორე ელემენტიც კი გქონდეს. როგორ შეგრძნება ისე რო არ იცი რა დროს თავდება გადაცემა? როგორ შეგრძნება იცი? შენ ეს ხმოვანზე დამთავრდება თუ თანხმოვანზე? ტიტანიკზე რომ მუსიკოსები უკრავენ, ხო იცი? რა ცუდე. მაგათაც რომ გონიათ რომ რა დროს მოუწევთ მუსიკის გაჩერება, უეჭველი ფიქრებდნენ მაგას, რომ სადღაც მის ამღერზე შეიძლება ვერ მისულიყო, მაგრამ აგზელებდნენ, ეს არის ძალიან დასაფასებელი ამბავია. ეგენი მე რომელ სიმღერას წაიღებდი ტიტანიკს? ტიტანიკზე აუცილებლად წავიღებდი იძირება გემი, მაგრამ ყველაფერი რიგზია, ზუსტად მოუხდებოდა ჩემი აზრით. მეგონი მაგაზია დაწერილი. და ასევე ცოტა ისეთი თემაა რა. და ასევე წავიღებდი, აუ არ მინდა რომ თქვა იმ მომღერლის სახელი დაყვარი, წავიღებდი და ჩავძირავდი. მინდა. რა მელოდია თქვი? არა, მელოდია თუ თქვი, ყველა მიხდება. მელოდიას რო მელოდია თქვი რა ნაირია. მელოდია ვიმღერო. წაიღიღინე. ერთხელ მაგრამ მე როგორც ვიღინებ, მას თქმა ქვია. მიდიოდა მატარებელი ხო მარტივია. ანუ მელოდი რო გააგებინო ტიპს რა. მე კი na ეგ მიდიოდა მატარებელი არ არის, ვაგონი მიკრის. მეთქი ფილმი. ხო, არა, ვაგონი. მიდიოდა მატარებელი? ვაგონი მიკრის. და მუსიკალური ხონდა ერთხელ იმაზე რა, მანსანკანზე და ასტამამ რომელი მუსიკალურზე გაგთქო და რაღაც საშინელება ნანი და ვერ მიხდა ასტამამ. იცი რასაც მეტყოდა. კი. მოვიკითხოთ. დაწერეთ კომენტარებში რას მეტყოდა. ნიკა მოვიკითხოთ აქედან. ხედავ ნიკა, შენმა გაზრდილმა მოსწავლეებმა როგორ წარმატებას მიაღწიეს. ტყიდან გერთვებით ნიკა. ინტერნეტ ეთერში ტყიდან გერთვებით. ამხელა ტექნოლოგია. 1%-ია კამერა და 1% არ არსებობს იმის რომ всё მორჩა? არა. ანუ კიდე შეგვიძლია. მეგობრებო, ჩვენ ოპერატორი გვყავს უკვე მეგობრებო. დამждარ კამერაზე მოხალისეა. აი მის დაგვიტენა ის კაცია წამოსული წამოყვა რა. ხო და რომელი სოფლიდან წამოვიყვანეთ ეგეც დაწერეთ კომენტარებში. თუ გამოიცნობ თქვენ მიიღებთ $1 მილიონ მეგობრებო ქეშად. და არ უნდა მას ახლა საუბარი რა. ჩვენ უბრალოდ ეს გარემო მოგწონთ, თორე ფული არის. ფული დევს რა, ეს კაი ადგილზე დგევს. ქსილარზე მეტია ეს. ხო ისე ყველაზე მეტად რომელი ანუ კომპანიის ინტეგრაცია მოხდება მარტივად. მე ხა მართლა გამიხარდებოდა თუ პირდაპირ არანაირი ტენდერის წესები ყო პირდაპირ ხელშეკრულებით ყოველგვარი ტენდერების გარეშე თუ შემოვა Coca-Cola ეს ერთი სასმელების მიმართულებით თუ შემოვა ავიაკომპანია რომელიმე ვიზიარი ან აირზენა შემოვალ ჩემი თავი მაგრამ ორივეს მაგრამ ვიზიარი გვიჩვენე იმიტომ რომ ჩვენს თავზე სული ტრიალებს და გამოვაჩენთ ჩამოყრის ფულს იქნება და ვიზიარს ჩემი აზრით ეს უნდა აწყობდეს და ავიაკომპანია სასმელი ვთქვით და ლუდი განსაკუთრებული ნებისმიერი ბელგიურ გერმანული ლუდი მივიღოთ უფრო ბელგიურისკენ გადავიხრებით იმიტომ რომ ბელგიური კაია და ჟიგულოვსკაია და რაღაც რუსული ყლელუდები არ გვიქვს არა ძალიან გთხოვთ ნუ შეგეხმიანებით მეგობრებო დანარჩენი რა ვიცი ხა ლუდი არის წვენი არის ავიახაზები გვაქვს 1%-ზე არის კამერა და ნებისმიერი უკვე ისე ვართ რომ ნებისმიერი ავეჯის სახლი დაგვიკავშირდით მეგობრებო და აი ავეჯი კარგი გვაქვს ხო მართლა ამაზე კაი ნაკეთობა ხო ეს 20-ამ შეგვაჭერინა ჩვენმა ბილი ესენი ხო იცი ბილი რაღაცები როა ბალიშებივით ეგენი რო ჩავაფინოთ ნებისმიერი ავეჯის სახლი დაგვიკავშირდით და არ იქნება პრობლემა რაღაცას მოგიხერხებთ მოკლედ და ვიტყვით რომ ბაჩუს დაკუნებს იცავს რაღაცა ეს კი ბატონო ბაჩუს ზის ფაქტიურად შეჯდა ამა და ამა ავეჯის კომპანიაზე ბაჩუს თავზე დაფრინავს ვიზიარი ბაჩუს სვამს Coca-Cola-ს და ბაჩუ ავთემფარზე სვამს ლუც ბელგიურ ლუც რომელიღაცას ნებისმიერი კარგია და ამასობაში თქვენ ნერწყვები რო არ მოგადგეთ, გამოიწერეთ და მე ჩაწერაზე გვესტუმრეთ და თქვენს იგივეს მიიღებთ მეგობრებო ჩვენგან. ჩვენ არ ვზღუდავთ ჩაწერაზე დასწრების სურვილებს, შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ნებისმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი ქალაქიდან, ნებისმიერი მუნიციპალიტეტიდან, სოფლიდან და გამოცადოთ ერთხელ მაინც აქ რას სიმყუდროვე და სისადავია. ძალიან კარგია. ძალიან მაგარია. ეხლა კი დამემშვიდობოთ მაყურებელს. არა, არ გაითიშოს და მე დავემშვიდობ. ჯერ ხო არის? მეგობრებო, აი ესეთი ორიგინალური დამთავრება გვექნება. ჩვენ არ გეტყვით, კარგად იყავით რაღაცა. გაითიშება და მიხვდით რომ კამერა დაჯდა. მანამდე ვისაუბროთ. მაყურებელი გაფრთხილებულენ მიხვდება
კამერა დაჯდება და ლოგო რო ამოვა, ესე იგი მეთქვა ამაზე რა. სერიალის გადაღებას ვაპირებთ და შენ ერთ-ერთი პერსონაჟი ხარ, ხო? ხო, ძალიან ვერ ვივლობ, მეგობრებო, ეხლა სერიალში პირველად მიწევს მონაწილეობის მიღება. სახად. როგორ? ან სერიალში პირველად გიწევს მონაწილეობის მიღება სახად. ან იმიტომ რომ არ ვიტყვი, მაგრამ შენი ხმა ჩემი ხმა იყო ერთ სერიალში და კი. ფოტოში კაი სერიალი და მაგ სერიალი გაგრძელდება სექტემბრში. და იმედი მაქვს ბავშვს არ დაარქვევ მაგ სახელს. არა, მაგ სახელს ბავშვს არ დავარქვევ და ბადრი არ დაწეროთ კომენტარებში. თქვენ დამიწერეთ მეგობრებო კომენტარებში, აი თუ რა ბადრი დააბრუნეთ შეიძლება. ვით შველოდები ახლა კიდე ბევრი რო არ წავიდეს ფიქსი გოგოს სახელს. მე მიხვდებოდა ხალხი ბადრიზე. ვით შველოდები, მე მიხვდებოდით მარტივად, ხო? და ჩემი ბიჭი რო დაიბადება, აი ამ ვიდეოს ნახავს. აი ახლა ზარი იქნებოდა კაი. 6 წლის მერე, იმიტომ რომ 6 წლამდე ბავშვი ტელეფონს არ ვაჭრევ. არ გამორიცხული ამბავია. ტაბლეტები. 6 წლამდე ტკბილს არ ვაჭრევ, ტელეფონს არ ვაჩვენებ, მხოლოდ ტაბლეტი. მხოლოდ ტაბლეტი და iPad-ის ტაბლეტი. აი ტაბლეტი ცოტა ასაკიანი მაყურებელი ხო, სისულელე კომენტარებს როწერა და გაუთიშავდი იმ ხალხს სიამოვნებით ნებისმიერ სოციალ ტაბლეტი არის ფიქრობთ ხალხო, ტაბლეტი არის ტექნიკას ესეთი. ამოდი ხალხი რა. კი. სასწაულებს წერენ. Facebook-ს გაუქმებდი ძალიან ბევრს. მე კომენტარებს ყურადღებას ვერ ვაქცევ, ხო ვერ ვიტყვი რა. ჯერაშვები. აი ჩვენი პროდიუსერი მეგობრებო სახელი შევახსენოთ? ჩოკა მეგობრებო, ჩვენი პროდიუსერი. ჩორნა ერქვა და ჩოკა გადავა. ხო, აი ხა მეგობრებო, კარგად იცით პროდიუსერებს ძირითადად როგორი სახელები აქვთ რა. ჩოკა პასკუნა და ეგეთ სახელები და ეგეც ერთ-ერთი მათგანია რა. ყველა წარმატებული პროდიუსერის უკან ძაღლი დგას მეგობრებო. ყველა წარმატებული. კარგად ვიცოდეთ რა. ყველა წარმატებული პროდიუსერის უკან წარმატებელი მსახიობი. ჩოკას უკანაც დგას, რა ქვია მეორეს? ბათურო. ბათურო, წოდებიჩი. ბათურო ქვია? ბათურო. აი მე მოდი ბათურო. აი ჩოკას უკან დგას ბათურო. ბათურო ძალიან კაი ტიპია. სხვათა შორის ძალიან კაი ტიპია. ამას ახლა გადაღებისთვის ვაკეთებთ რომ ძაღლის მეშინია გადასტროფულად. ბათურო, შვიდად ბათურო, დაჯექი ბათურო, გთხოვ ბათურო. ძალიან კაი ტიპი ხარ. ჩოკას უკან დგას მეგობრებო ბათურო რა. ეს პროდიუსერი. იმიტომ ბათურო გოგოა და ეს ბიჭია რა. ძლიერი მამაკაცის უკან ძლიერი ქალბატონი დგას, კი ბატონო. ბათურო არ უხდება ისე გოგოს. ბიჭი გვეგონა თავიდან. და სახელი დარჩა და დარჩა. კი, და თურმე გრიჟა ყოფილა და. გასაგებია. ის რაც ბიჭს რაც გამოხატავდა, გრიჟა ყოფილა. გასაგებია. ტრანსი ხო არ არის? ტრანსი ძაღლია. ტრანსი არ არსებობს ცხოველების ეგეთი. კი. ბიჭო. ძროხა მინახავს ტრანსი. წითელი ჩარჩო, წითელი ჩარჩო რეკია. ელემენტის დაჟდომას აჩვენებს მხოლოდ ელემენტი ყვითელი გახდება და გახდა ყვითელი მეგობრებო ელემენტი კი რამე მას ხო არ გაიხსენებდი მანსანკანიდან ხუმრობას ისეც რომ აი ყველაზე მეტად რომელი ხუმრობით აცინე მაყურები მე ვიცი რომ ტაქსის ხუმრობა იყო ქუთაისელი ტაქსის რომელი პერსონაჟიც მე კომედი შოუშიც საკმაოდ ესეთი კარგი აღმოჩნდა და აი ეგ იყო ხუმრობა იყო და მე იყო მე უკვე ჩემი ტაქსი საყვარელი ავტომატ შემიყვარდა ეს მიმდინარეობა, იმიტომ რომ ტაქსისტები არიან ადამიანები, რომლებიც დედამიწის ზურგზე იციან ყველაფერი აბსოლუტურად. ფიზიკა, ქიმია, ალგებრა, გეომეტრია, გრამატიკა, ლიტერატურა, უცხოენა, რავი, ყველაფერი იციან. ეს გადაცემაც როდის დამთავრდება, ეგეც ეცოდინებათ. იციან კენედის ბიძაშვილის სოფელში ბირჟაზე რას ყვებოდა. კენედი სად მოკლა? ხელებში ჩამოკდა. ამაზე და ესე იციან. მართლა ოღონ არანაირი შეცდომის გარეშე პირდაპირ მისხალ კიდე კენედიზე რა ხუმრობა გქონდა იუმორის არჩევნებს? კენედიზე? ხო. არ მახსოვს. ამერიკა და კენედი დააკავშირე. კენედიზე რომ მუშაობდი? არა. ამერიკა დემოკრატიულია თქო, ხო, ბოლოს. მოკლე კენედი მოკლე. დემოკრატიული